გასულ კვირას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგის ხდომა გაიმართა, რომელსაც მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა. სხდომაზე განიხილეს აფხაზეთის იუსტიციისა და დევნილთა საქმეების დეპარტამენტების, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტთან მიერ წარმოდგენილი 5 ძირითადი საკითხი. საუბარი შეეხო ზოგიერთი სტრუქტურის რეორგანიზაციას, მათ შორის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულების სატყეო სამმართველოს რესტრუქტურიზაციას და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის სააგენტოს შექმნის საკითხს. სხდომის მონაწილეებმა სააგენტოს სახელწოდებაზეც იმსჯელეს და გადაწყვეტილების მიღება შესაბამის უწყებებს დაავალეს. Ფიქრობ, რომ ის საკითხები, რომელიც დღეს ჩვენ განვიხილეთ, შეუწყობს ხელს ჩვენი საქმიანობის სრულყოფას, მის ადეკვატურობას და საბოლოო ჯამში აისახება იმ საქმიანობაზე, რომელსაც კეთილდღეობა ქვია ჩვენი მოსახლეობის. ჩვენი ბიუჯეტი არის 9 მილიონი ლარი და ჩვენ გვაგლდება წელს სამწუხაროდ გარკვეული თანხა, რომ სრულფასოვნად გავწეროთ ის მოთხოვნები, რომელიც აქვს ჩვენ სტრუქტურებს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის კინოცენტრის ლიკვიდაციის საკითხიც განიხილეს. როგორც აღინიშნა, ამ დაწესებულების შექმნა თავის დროზეც ეწინააღმდეგებოდა სამართლებრივ ნორმებს და შესაბამისად დღემდე ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ ფუნქციას. პრაქტიკულად 2 წლის განმავლობაში ამ სიტყვმა ვერ დადო რეალური შედეგი, რაც მისცემდა ან მოგცემდა საშუალებას მისი ფუნქციონირება გაგვეგრძელებინა. თუ არის ისეთი პიროვნებები, რომელსაც გამოუვალი მდგომარეობა აქვს სოციალურად ძალიან ცუდ მდგომარეობაში, ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას მათ მივხედოთ. ნარინჯისფერი კვირეულის ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა შეუერთდა აქციას არაძალადობას.